დიახ, რამდენად კარგია, მაგრამ როდესაც თავი მოვიკალი, ჯოჯოხეთში ვიყავი. სწორედ ამან მაქცია ქრისტიანად. და სანამ ჯოჯოხეთში ვიყავი, დავინახე დემონები. იცით, ბუნდოვანი არსებები. ესენი არ იყვნენ ისეთები, პატარები, რომლებსაც ტომი და ჯერიში ხედავთ. შეჭამე ეს, შეჭამე ტორტი, არ შეჭამო ტორტი. დიახ, ეს საგნები უზარმაზარი იყო, ისეთი რომ ვერც კი წარმოედგენთ, 3-4 სართულის სიმაღლის, მოსასხამებით, იარაღით. ვიცოდი რომ ისინი ამ ადგილს, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია, განაგებდნენ. იქ პატარა გალიებიც იყო და ვიცოდი რომ უნდა მეწამებინათ. ჩემს რიგს ველოდებოდი. და იესოს სახელით ვლოცულობ, რომ იქ არავინ მოხვდეს. ეს რაღაც ისეთია. ეს სიზმარს გავდა, თუ ისე გრძნობდით თავს, თითქოს ფიზიკურად იმ ოთახში იყავით, როგორც ახლა ამ ოთახში ხართ. ეს იმაზე რეალური იყო, ვიდრე ახლანდელი მომენტი ბენ. ისეთი რეალური იყო, თითქოს არ ყოფილიყო სიზმრისეული ან წარმავალი რამ. ეს იყო ყველაზე რეალური გამოცდილება, რაც კი ოდესმე მქონია. როდესაც მასზე ვფიქრობ, ახლაც კი სტრესში მაგდებს, რადგან ტანჯვა, ხომ იცით, დედამიწაზე ტკივილს აქვს ხვარი. დიახ, მირჩევნია იესოსთვის ავღანეთის ან ჩრდილოეთ კორეის ციხის ბანაკში მაწამონ, ვიდრე ჯოჯოხეთში დავბრუნდე. აი რატომ მოვინანიე, ვთქვი იესო. და იცით რა არის სასაცილო, როდესაც იქ ვიყავი, იესოსი არც კი მჯეროდა, მაგრამ დედაჩენს ყავდა ერთი ქრისტიანი მეგობარი, ნარკოდილერის დედა, რომელიც ჩემთვის ლოცულობდა, რომ გადარჩენილიყავი და მათთვის სახარება მექადაგა. და სწორედ ეს მოხდა. ვაუ, დიახ, ასე რომ ეს იყო 8 საათიანი განსაცდელი, მაგრამ საიდან იცით რამდენი ხანი გაგრძელდა? მხოლოდ ფიზიკურად. იქ რომ ვიღავი დროის შეგრძნება დავკარგე. იქ ყოფნისას ეს მარადიულობას გავდა, თუ წამიერი იყო. ორივე ერთდროულად იყო. განაგიჟური არ არის. წამიერი ჩანდა თითქოს 2 წუთი, მაგრამ სამუდამოდ გაგრძელდა. ეს ჩემს სულშია ჩაბეჭდილი. თითქოს გამოვცადე და ნებისმიერ დროს შემიძლია მისი გახსენება, რადგან ჩემთვის ძალიან რეალური იყო. მაშინ აღწერეთ ჯოჯოხეთი. ანუ ეს არის უდაბნო, ყველგან ხალხია, გალიებია, უზარმაზარი დემონური არსებები არიან იქ ადამიანების საწამებლად, არ არის მზე, ატმოსფერო. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აღგვიწეროთ, როგორია. დიახ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მზე SUN არ იყო, მე მაინც ვხედავდი, რაც ყველაზე უცნაური რამაა. მზე არ არის, მაგრამ მაინც ვხედავდი. სინათლე არ არის, მაგრამ მაინც ხედავ. როცა წინ გავიხედე, ხალხის ზღვა დავინახე. როცა მარცხნივ გავიხედე, უზარმაზარი კლდე, ხოლო როცა მარჯვნივ გავიხედე, მეტი სიბნელე. მიხვდებოდი რომ ეს ჩაკეტილი სივრცე იყო, მაგრამ ხალხი აქ სამუდამოდ არის საწამებლად და მე ვფიქრობდი რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ. იცით, აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ ფაქტის შემდეგ ვიცოდი რომ აქ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ცოდვილი ვარ. და როცა ჯოჯოხეთში ვიყავი, ჩემთვის ეს იყო ძალიან ვიზუალური ფსიქოლოგიური გამოცდილება და ემოციური გამოცდილება, სადაც მარტოობა, უარყოფა, დანაშაულის გრძნობა, შიში რაც ვიგრძენი, ბევრად უფრო გაძლიერებული იყო ვიდრე დედამიწაზე, რადგან ახლა ვიცოდი რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდებოდა. და სწორედ ამას აღწერს ბიბლია. ბიბლია აღწერს და ზოგიერთი მეუბნება სტივ, რადგან ამის შემდეგ ბიბლია 100-ზე მეტჯერ წავიკითხე, რათა დავწმუნებულიყავი, რომ ცუდი ჰალუცინაცია არ მქონია. ასე რომ ბიბლიას თვეში ერთხელ ვკითხულობდი თავიდან ბოლომდე, სრულ 1189 თავს. და ჯოჯოხეთის 2 ეტაპია და ვფიქრობ, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს აუდიტორიისთვის. ჯოჯოხეთის პირველი ეტაპი გავს შიოლს, სადაც დემონები გაწამებენ, ბნელა და არის კბილთა ხჭენა. მაგრამ მეორე ნაწილს ეწოდება მეორე სიკვდილი, სადაც ღმერთი განსჯის მთელ სამყაროს, ყველა აღდგება, მართალნი მარადიული სიცოცხლისთვის, კეთილი აღდგომისთვის, ხოლო ბოროტები ფიზიკურად და სულიერად ანტიქრისტესთან და ეშმაკთან ერთად ჩაიყრიბიან, როგორც წერია ცეცხლოვან ტბაში, რაც საბოლოო განაჩენია. ასე რომ ადამიანებს ეს ერევათ, რადგან მეკითხებიან, სტივ, როგორ გაწამებდნენ დემონები ჯოჯოხეთში? ეს დროებითი ადგილია, სანამ ჯოჯოხეთში წახვალ. ისევე როგორც არსებობს დროებითი 64, მარადიულ ზეცამდე. დიახ, ამის ცოდნა კარგია ეტაპების შესახებ. Yeah, so that's good to know, like stages. Yeah, we've talked about that a lot. Oh, really? Yes.